ბიჭო, აღარ ვიცი უკვე რა ვქნა რა. როდემდე უნდა იძახო ახლა ეს აღარ ვიცი რა ვქნა. რამე მოიფიქრე, ორიგინალური. სკოლაში როგორც კი შემოვადა დავინახავ ეგრევე გონებას ვკარგავ. რა ის მათემატიკის სწავლებელი ვარ, მე სანამ არ იქნება ჩვენ კლასში. ჩემი აზრით რეპი არაა ცუდი იდეა. ცუდი კი არა, მაგარი იდეაა, ძალიან. თან ახალი რეპი თუ იქნება და ტექსტიც ორიგინალური, რა ვიცი, მაგაზე კაი სიყვარულის ახსნა რა გაგინდა. ხო, მეც ვფიქრობ მაგაზე. მაგრამ თან მეშინია რო არ მოიწონოს. თუ არ გააკეთებ, მაგას ხო ვერ მიხვდები. მართალი. კიდე კაი, შენ მაინც რომ მეთანხმები ეგრევე. ბიჭო, თან რა არ მინდა, იცი? თან რო შემიძულოს არ მინდა. ახლა ხანდახან მაინც გამომელაპარაკება ხოლმე და ამრების და სიყვარულის ახსნების მერე ხმარ გამწეს, მე რა ვქნა. ხანდახან მგონია რომ შენს გარდა საერთოდ არსად არ იხედება. არც ბიჭებისკენ, არც მასწავლებლებისკენ და გოგოებზე საერთოდ ზედმეტი ალაპარაკი. აი ზუსტად, ეგ არის ყველაზე უხერხული ჩემთვის. ცოტათი მაინც რომ მოგწონდეს, კაი იქნებოდა ისე. აი არ მომწონს და რა ვქნა? ჩემი ბრალი ხო არა, რაღაცნაირი ბიჭია. ანუ ბიჭიც არა, უფრო ბავშვია ჩემთვის. ეგრე შენც ბავშვი ხარ. ეგეც მართალია, მაგრამ ანუ ეგ სხვანაირი ბავშვია. რაც მაგას უყვარს, მე არ მიყვარს და ასე შემდეგ რა. ხანდახან საერთოდ მინდა რომ მივაჭრა და უთხრა რომ მიყვარხარ და ვსო რა. დავამთავრო ამით ყველაფერი. რაც იქნება, მაგის დაცვატირი. მიდი მე და მასექენი ბოლო-ბოლო. ხო, მაგრამ ყველაფერი რო გავაფუჭო ამით. თად რომ მორჩის ყველაფერი. ნამეიტანი ერთული ამბავია. თან არ მინდა რამე ისე უთხრა რომ ვაწყენინო და გული ვატყინო. პირიქით რომ ხდება ვუღიმი კიდევაც და ანუ ვესალმები ჩვეულებრივად. ანუ არც კი სვეუბნები და არც არას. ცდილობ ბალანსი დავიყავო. მინდა მიყვარდეს, მაგრამ თან ისე რომ არ ეტყინოს. აი, წავიდეთ ახლა. სულ რას ვფიქრობ, იცი? არ ვიცი, შენ შეიძლება სისულელად მოგეჩვენოს, მაგრამ ის თავარი მიზანსცენა რაც არის რა, მინდა გავაკეთო უხმოდ რა. ანუ შუქებით და მოძრაობით მინდა რომ თქვა თავარი სათქმელი, ან დიალოგი ნოლი. გაგიჟდება კაც. აი, ყველა ახალგაზრდა რეჟისორს რატომ გონია რომ ეს სიჩუმე უფრო სავსეა ვიდრე სიტყვები აი ვერ ხვდები რა. არ არის? ზოგჯერ. ცი რა ხდება? აი მაყურებელმა თუ არ იცის აი სიჩუმე რაზე ელაპარაკება და რას ეუბნება, მაშინ ის უბრალოდ დუმილია და გაცივებული სცენა, მეტი არაფერი. არა, გასაგებია, ანუ შენ ამბობ რომ უნდა ავუხსნა ეს დუმილი და არა. არა. უბრალოდ უნდა დააგროვო. და მიახლოებით როგორც წყალი ჭურჭელში. მოკლედ, აი ჯერ სიტყვებით უნდა დაასხა, მერე სიტუაციებით და აი მოგვიანებით შეიძლება გაივსოს და გადმოვიდეს კიდეც ჩუმა და ეს წყალივით რა. აი შენ რო დებიუტს აკეთებდი ახლა რა საერთოდ? არაფერსაც არ ავირჩევდი. აი ასე დავჯდებოდი და დაველოდებოდი. სანამდე რაიმე თემა თვითონ არ მიმეპატიჟებდა. ლამაზი სიტყვებია. არა უშავს. აი ბავშვებთან რა ხდება დალაგდით? აი ხო, მუშაობთ. სინწერენ, მე უსმენ და გამო ალბათ რამე. მე მგონი ბავშვები უფრო უშუალოები არიან არა ვიდრე სახეობები. ბავშვებს ჯერ არ ეშინიათ სიტყვების. ეგეც არა.
ცი განსხვავება რაშია? შენ ეძებ ფორმებს. და ისინი ჯერ კიდევ პასუხებს ეძებენ საკუთარ კითხვებზე. აი გარი რა. აია. იქნება მეც მოვიყვანო ერთხელ ბავშვები ჩემპიონატში და დავდგა სიჩუმე ბავშვურად. არ იქნება ცუდი. აა, ნახოთ. სულელიათ მამა. არაფერს. თან უნდა იყო მაგი ჩემ. არა. ემზე სო მორჩებაზე. ზეთი ჭამიავი. მოვარო ძმა მანქანა და არ შეგიჭირს ეს. აუ. ფუჭდება ყველაფერს სერვისი უნდა და ფულის არჩა. მე მოსულა ბალუს. შენ ეწვა ხამას მეუთხ. უთხარ. Яша, თვირახე? შენაშო. შენაშო. ბიჯო, რაკენ? წამე, მასწავლებლის ფულ. აუ, არავი არ გამომირჩევენ. არაჩი ბალუ. ჩვენ ნახავ ჩალიჭავთ ყალბი პირადობის თემას რა. მე მყავს ახლობელი სარეკლამოში. ხოდა მეუბნება რომ ისა გავაკეთებო, კაროჩიო პირადობასო რომ რა ვერ მეხდება. ჩვენი თემა. ო, ისე კაი ამბავია ეგ რა. ო, ის კაი ამბავია. მე დავფრ. თავრთნა? ბიჯო, არ ვიცი, არ ვთქვა. ვიცი ხოლმე ძმა ეგეთი რაცხეები შენ თუ გატრაკება, წამოდი გავატრაკოთ ბოლომდე. აი ხო, მაგრამ მე ფული საიდან ვიშოვ, ხო? მე ბიჯო, ფულს ვიშოვით, არა, მაგის პრობლემა, მაგრამ ახლა დროში ვიწვევით და გავაკეთოთ რა. სულ არ წავლენ, მოგგვები კლუბში. აი, ვფრინავ მაგენი სადაც. ისე რა, ბრატა, მოგწ. ხოძე არიან, მაგ ჟები. წეხანს მომწერეთ ბიჭო, ხო ხარ ხოძე. ვა. არ უნდა მაგ მაგას ვახ, ჩემი დაიგე. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. აი, დაუშვათ ფული დაგვეხარჯა. მერე საიდან ვაზრობ ფულს? ბიჭო, რაც ხავს, გოგოებს ხოთ ბოლო ფულს. აი, ბიჭო, 900 ლარს გოგოები რა ფერ გაგვეჭითა. ბიჯო, რამენაირად გავჩეთავთ, იქნება რაღაცა და წამოდ გამიძახი წინ არ უნდა მდენ ლაპარაკი. წამოდი ბიჭო შენ. განახე მე შენ. ვაი, ჩემი ცოდვა. აბა როგორ ახართ? კარგად თქვენ? არა მიშავს მეც. ხომ დაბარებულ დროზე მოვედი. დიახ. ესე იგი თქვენ გადაწყვეტილი გქონდათ სასწავლო ნაწილთან ჩაგეწერათ ინტერვიუ. და უცებ გადაწყვიტეთ რომ ჩემთან ჩაწეროთ. მე მგონი ძალიან გავაბრაზებთ, ხო? არა უშავს მას, ჯერ უბრალოდ ჩვენთვის გქონდა იდეაც, თორემ მისთვის არ გვითქვამს. აჰა. ძალიან კარგი. და რა ჟურნალი გაქვთ გამაგებინეთ აბა რა არის ეს? ხო, აი სკოლის ყოველთვიურ ჟურნალს ვაკეთებთ. სადღაც მეორე წელია ხო უკვე? კი, ზუსტად 2 წელია. აჰა. ჩვენ 3 ჟურნალს ვაკეთებთ. აი ლილე ფოტოგრაფია. ჩვენ წერთ და ვბეჭდავთ რა მოხდა საინტერესო ამ თვის განმავლობაში. პირველ რიგში სკოლაში, მერე ქალაქში და ასე შემდეგ. ნუ თან ვცდილობთ რომ საინტერესო რესპონდენტების შევარჩიოთ და საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. გადასარევი ამბავი. ნუ დიდი მადლობა რომ მეც ამირჩიეთ და როდის უნდა გამოვიდეს ეს ნომერი? თვეში ერთხელ გამოდის ხოლმე. 2 წლის უკან მოგვივიდა ეს იდეა. სხვათა შორის სასწავლო ნაწილი ძალიან მოგვეხმარა და ძალიან მაგრად დაგვიდგა გვერდში. ძალიან კარგი. მოკლედ ნუ მზადავართ ხო ალბათ და დავიწყოთ. კი ბატონო, მზად ვართ ხო ბავშვებო? ხმას ჩავიწერ. ინტერვიუ რეჟისორთან. სატესტო სათაური თაობებს შორის პატივისცემა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დღეს თაობებს შორის კომუნიკაციის პრობლემებზე მინდა გკითხოთ. რატომ ხდება ისე რომ ზოგჯერ ახალგაზრდები და უფროსები თითქოს ვერ ეგუებიან ერთმანეთს? თითქოს ვერ ცნობენ ერთმანეთს? ნუ თაობებს შორის ყოველთვის ხდება გაუგებრობა, ეს მიახლოებით ცი რას გავს, როცა ორი მეზობელი ერთმანეთს ფანჯრებიდან უყურებს და არ უმხელენ რომ საკუთარ ეზოში გაცილებით უფრო ლამაზი ყვავილები აქვთ. უფროსებს ეშინიათ რომ ახალგაზრდების ყვავილებს ცოტა სხვა სურნელი აქვთ. უმცროსები ნერვიულობენ იმაზე რომ უფროსებს საკუთარ ბაღში არ სურთ სხვა მცენარეების შემოშვება. მოკლედ გასაგებია ხო? დიახ, რა თქმა უნდა. აი მშობლების მოლოდინებზეც რომ გითხრათ.
მოგეხსენებათ, ძირითადად ყველა მშობელს განსაკუთრებული მოლოდინები აქვს თავიანთი შვილების მიმართ. ნუ მშობლები ის რეჟისორები არიან, რომლებსაც უნდათ რომ სცენა ისე დაიდგას, როგორც მათ სურთ. სინამდვილეში სცენა იწერება იმ ბავშვების მიერ, რომლებიც გაბედულად და უშიშრად წერენ საკუთარ სცენარებს. გასაგებია. ხოლოდ რეჟისორის გარეშე არ გამოვა არაფერი. იმიტომ რომ თქვენ ბავშვებს გაქვთ დრო შეცდომებისთვის. უფროსები კი ვერ ვაძლევთ ამის უფლებას საკუთარ თავს. იმიტომ რომ როგორ უნდა გავაკეთო ეს, რა სიტყვის სხვა, იმას ხომ არ ეწყინება. ჩვენ ამის ფუფუნება არ აგვაქვს უფროს თაობას. თქვენ გაქვთ დრო შეცდომების დაშვების. აუგუში მთელი ღამე მწვერდი და ერთი სული მაქვს, როდესაც წაგიკითხავთ. მამა ჩემს გონია რომ თუ სახს დავალაგებ, ცხოვრებასაც დავალაგებ. არა მამა, არ არის ეგრე. ცხოვრება მარტო ვალები, ტოლმა, ბურთი და ჩამოტეხილი ონკანი არ არის. სახლი უბრალოდ სარეპეტიციო დარბაზია იმ ქაოსისთვის, რაც თავში მაქვს. ზუსტად როგორც წეგან, ახლაც მინდოდა ისევ რაღაც ღრმა მეთქვა, მაგრამ გავჩერდი, გავფილტრე, დავვარდი. სხვათა შორის ყველაფერს ვფილტრავ, მესიჯებსაც ეგრევე ვშლი ხოლმე, თითქმის წაკითხვისთანავე. სანამ პასუხს გაცემ, მანამდე რომ SMS შლიეს, ნორმალურია? თქვენც აკეთებთ ასე? ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ცხოვრების დრამატურგი სხვა ვინმეა და მე მხოლოდ მის ნაკარნახებს დავყვებ. კაია? კარგია. გუშინდელისთვის კარგად მოგესწრია. კაია, მაგრამ ბოლო ფრაზა ცოტა არ მომეწონა. ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრების დრამატურგი სხვაა და მე უბრალოდ მის ნაკარნახებს დავყვები, ეს? ხო, თითქოს ცოტა ბანალურია. თავიდან ძალიან კარგად მიდის შინაურულად და რაღაც, მაგრამ ბოლო ფრაზა ცოტა მეუხეშა. ხო, შეიძლება. ჯობია ისევ იუმორით დაასრულო. შენ მე არ მაქვს არაფერი ჯერ და არ ვიცი. დედა ჩემი თუ არ დავითანხმა, ისიც არ ვიცი საერთოდ ვიქნები თუ არა სპექტაკლში. არ გვინდა ეხა მაგაზე ლაპარაკი რა. მე დავწერე რამოდენიმე ვარიანტი და წავიკითხავ და მივყვეთ ნენელა. რაღაც პერიოდი იყო, როცა ყველა მეუბნებოდა. სესო შენ მაგარი პოტენციალი გაქვს. ეს სიტყვა პოტენციალი რომ ახსენდება, მგონია რომ გული წამივა. მე მგონი დავრჩი პოტენციალად. წარმატება სადღაც სერიალის ბოლო სერიაშია, მე კიდევ მეორე სერია მაქვს ჩართული. ხანდახან ისე ვარ, დილით ვიღვიზებ და მგონია რომ სხვის ხელში ვარ. ვდგები, ვიბამჭა, მივდივარ და ვფიქრობ, რას ვაკეთებ საერთოდ. და მე ვამბობ, ოჩახს ესო შენ ძალიან ყოჩაღი ხარ. დაიხედე დღეს ერთნაირი წინდები გაცვია ფეხზე, ეს უკვე საქმეა. ეს დასასრული მაგარი. აბა როგორი იყო ბავშვებო, მოგეწონათ? გადასარევი. ძალიან კარგი იყო. მადლობა. ძალიან კარგი. სულ ორი წუთი რო არის ლაპარაკობ და კამერას შეხედოთ. კი ბატონო. დაგანებებს მოსულ თავს. მადლობა. და როდის შეიძლება შენი ფოტოები რომ ნახო? ჩემ პირველ ალბომზე მუშაობ და ალბომი რა ვიდეო კოლაჟისავით არა და განახებთ ყველას აუცილებლად. ესე იგი ველოდები. მას როგორ მოლოდინების გარეშე გთხოვთ. კარგი ბატონო, როგორც იტყვი. შეიძლება? კი, შემო. მოდით, მოდით. მოვიდნენ გვიტები. რაღაცები ჩავასწავლეთ ისე როგორც გითხარით. წაგიკითხავთ და აბა ნახეთ თუ მოგეწონებათ. მე დავიწყებ. დღიურს წერდი, 5 გვერდამდე ავედი. რა ვჭამე, ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს. მოკლედ არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ მე წავიკითხე და ყველა წინადადება იწყებოდა დღეს. დღეს ის, ხო და დღეს მივხვდი რომ ამ დღიურში არაფერს ვამბობ. უბრალოდ თარიღებს წერ და უმნიშვნელო ყოველდღიურობას. და ბოლოს მივაწერე. დღეს უბრალოდ ვიყავი. და ეგ იყო ალბათ ყველაზე მართალი. ბოლომდე არც იმას ვამბობ რა მინდა. იმიტომ რომ ზოგჯერ თვითონაც არ ვიცი რა მინდა. მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული მჭირს. შიგნით ვიცი, მაგრამ გარეთ ვერ ვამბობ. ეგა. ხო, უკეთესია. ხო, და აბა დანარჩენს რეჟისორი გადაწყვეტს. მიდი აბა შენ გამოვშვი. მე ზეპირად მახსოვს და ზეპირად ვიტყვი. როცა მაღაზიაში მარტო მივდივარ, ჯერ მაღაზიის გარეთ ვდგები. ვითომ მახსოვს რა დამაბალეს. მე შევდივარ და ვიხსენებ. რაო?
ზედამაბარის თუ მაწონი. სახში კიდევ ვცდილობ რომ მივალ მაგიდაზე დიდი ვითავდო რაღაცები, ვითომ 20 წლისო. მე მაწოს მაინც უნდა დავიღებ ხელში და ხელზე განმომეწუწება. მე ყვირი, ფუ. ანუ მაინც პატარა ვარ, ხო? ხანდახან დიდობა მინდა. აი მარტო რომ შედიხარ მაღაზიაში და არავინ გეკითხება, მარტო მოხვედი, რა დაგაბარის? რაო, რა გვინდაო? მაგრამ მე მგონი დიდობაც არ მინდა. არ მინდა მე მარტო და დამოუკიდებლად ვაკეთო საქმეები. ძალიან კაია. მე თვითონ მეწონა. გამარჯობა ბიჭებო. ძალიან კარგი დასწრებით ბიჭებო. მოკლედ იმედი მაქვს რომ ცოტა ყველამ წაიმუშავეთ თქვენ სცენარებზე, ხო? დიახ. ძალიან კარგი. მოკლედ გილოცავთ პირველ რეპეტიციას. მადლობა. ძალიან კარგი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი ამბავი ასეთია. მე ვარ ზურა. თქვენ ახართ მოწადინებული, მონდომებული ბავშვები და ჩვენ ერთად გვინდა რაღაც ძალიან მაგარი გავაკეთოთ. მინიმუმ ისეთი მაინც, რომ ეს სკოლა გააგიჟოს. ხო? ვინც პიესა არ იცით, არიღელოთ, არც მე არ ვიცი. თქვენ დაწერთ, მე გეხმარებით. ხო? ძალიან კარგი. ოღონდ სანამ დავიწყებთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და ჩემს ნიშანზე ყველამ ერთად დავიძახოთ, ვიწყებთ. გასაგებია? კარგი. მასწავლეთ. 1 2 3 ვიწყებთ! ოჯა. ძალიან კარგი. ოღონდ სანამ დავიწყებთ, სანამ რაიმე სერიოზულზე გადავალთ, ერთი თამაში უნდა ვითამაშოთ. ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა სისულელად მოგეჩვენოთ. მაგრამ საერთო ჯამში კარგად მუშაობს, გამოცდილი ამბავია. თამაშს ქვია მე დღეს ვარ ის, ვინც ანუ თქვენ უნდა გააგრძელოთ და თქვათ ვინ გინდათ იყოთ დღეს. ოღონდ არა სახელი და გვარი, არა ვინმე კონკრეტულად პიროვნება, არამედ მაგალითად რაღაც საგანი. მაგალითად მე დღეს ვარ ლიფტი, რომელიც გაიჭედა და აღარავის უნდა. ხო? ან მეორე მე დღეს ვარ ძაღლი, რომელსაც მაინტერესებს რას ამბობენ ჩემზე სხვა ძაღლები. ხო? გასაგებია, ხო? კარგი, აბა მოიფიქრეთ თქვენი ვარიანტები და მითხარით. არ მოგერიდოთ, რაც არ უნდა სისულელე იყოს. დამიჯერეთ, კარგად მუშაობს. ხო? მოიფიქრეთ, აბა. ვიტყვით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება. მე დღეს ვარ ბავშვის ჩუსტები, რომელიც ცეკვაში დარჩა და აღარ მიაკითხეს. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აბა? მომდენო ვინ არის, აბა? ნუ მოგერიდება, თქვი? დღეს ვარ ჩიპსი. ჩიპსი. შეფუთვა თვით. აჰა. რომელიც ჩანთაშია 2 საათია და კიდე გაუხსნელი. შვენიერი. ხოჭა. შეიძლება მეც თქვა? კი, რა თქმა უნდა. მაშინ მე დღეს ვარ Facebook-ის ჩატში გაგზავნილი მესიჯი, რომელიც საერთოდ სხვაგან უნდა გაეგზავნათ. შვენიერი. ძალიან კარგი. აბა? კიდევ ერთს ვიტყვი თუ შეიძლება. აბა მიდი. მე დღეს ვარ კალმით შემოხაზული პასუხის საკონტროლოზე, რომელსაც ვეღარ წაშლი. კარგია. გავაგზავნოთ. მე ვარ ემოჯი, რომელიც არ შეესაბამება იმას, რაც რეალურად ვარ. შვენიერია. ვარ როგორც დილის გამარჯობა ჩატში, რომელსაც ხუთი კაცი ნახულობს და არავინ იწერება. ხომ კარგია? ძალიან კარგი. აი მე ვარ როგორც სკოლის ზარე არდადეგების პირველ დღეს. არავინ მისმენს, მაგრამ მაინც რეკავ. არა ჩვეულებრივია. კიდევ ერთს დავამატებ. ძანე.
მე ვარ ის, ვინც შეიძლება მალე აღარ ვიყო. ბატონო. მე ვარ ის, ვინც შეიძლება ხვალ აღარ ვიყო. გენიალურია. არაჩვეულებრივია. არ გაჩერდეთ. იაქტიურეთ, ბავშვებო. გოგო გეუნების წეში ხა ჩემი სტეიჯ დასვენებაზე ხედავ და მემატება ქეიჯ თუ კიდე გამიღიმე ბეგარი ჩემი კლიპ მე ვწერა რეპს შენთვის და არა TikTok კლიპს